მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო მე ვაჟა ოთარაშვილი გახლავართ და ჩემი საავტორო გადაცემით ლიტერატურა ხელოვნება სულიერება ვაგრძელებთ ისევ ამ გადაცემათა ციკლს დღევანდელი ჩემი გადაცემის ძვირფასი სტუმარია ქართულ წიგნზე და საბიბლიოთეკო საქმეზე უზომოდ შეყვარებული საჯარო ბიბლიოთეკის, ანუ ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომელი ქალბატონი ირმა დოლიძე. ქალბატონი ირმა დოლიძესთან ერთად ჩვენ ბიბლიოთეკის პრობლემებზე, ქართული წიგნის პრობლემაზე მრავალჯერ გვიმსჯელია, როგორც ეთერში, ისე ეთერს გარეთ. სამწუხარო ის არის, რომ სააკაშვილის ფაშისტური ნაციონალური რეჟიმის დროს გამოიცა ავად სახსენებელი ბრძანება, რომელმაც ფაქტიურად მთელი საბიბლიოთეკო ქსელი საქართველოში დაანგრია. მოგეხსენებათ, რომ ყველა სოფელში, რაიონის ყველა სოფელში, პატარა სოფელშიც კი არსებობდა ბიბლიოთეკა. სადაც იქაურ მოსახლეობას ახალგაზრდა იქნებოდა თუ ჭარმაკი შეეძლო გასცნობოდა ქართულ ლიტერატურას, უცხოურ ლიტერატურას, საგაზეთო პუბლიკაციებს. მაგრამ როგორც ეძახიან და დღესაც ეძახიან განათლების რეფორმის ოპტიმიზაციას, საბიბლიოთეკო რეფორმის ოპტიმიზაციის შედეგად უამრავი ბიბლიოთეკა, რამდენიმე 1000 ბიბლიოთეკა დაიხურა საქართველოში. ხოლო იქ მყოფი წიგნების ფონდი ზოგი გადაიყარა და განადგურდა, ზოგი კიდევ ქუჩაში ვიხილეთ, რომ იყიდებოდა გარკვეულ ფასად. და ასე ეს უნიკალური გამოცემები, სხვათა შორის ძალიან ბევრი უნიკალური გამოცემა და იშვიათი გამოცემა დაიკარგა და აღარ არსებობს. სამწუხარო კი ის არის, რომ ამ ავად სახსენებელ პროცესს შეეწირა იმდროინდელი წიგნის პალატაც. საქართველოში არსებული უნიკალური წიგნის პალატა, რომელსაც შეიძლება დარქმეოდა და დავარქვათ ქართული წიგნის და ბეჭდვითი პროდუქციის უნიკალური მუზეუმი. და უნდა ითქვას, რომ წიგნის პალატა ყველა ცივილურ ქვეყანაში არსებობს ევროპის, ეს იქნება გერმანია, ეს იქნება დანია, ეს იქნება შვეიცარია და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ რატომღაც გავანადგურეთ და სწორედ წიგნის პალატის ფონდები საწავე და ღმერთმა უწყის ეს უნიკალური ფონდები წიგნის პალატზე. მე მახსოვს, რომ წიგნის პალატას იმ კეთილ დროს თავისი გაზეთიც გააჩნდა, წიგნის სამყარო ერქვა ამ გაზეთს და ძვირფასი თანამშრომლები იყვნენ. იქ მაშინ თუ არ ვცდები, იყო ცნობილი პოეტი თეიმურაზ ჯანგულაშვილი, რედაქტორობდა ამ გაზეთს, ერთხანობა მორის ფოცხიშვილიც იყო ხელმძღვანელი თუ არ ვცდები. ყოველ შემთხვევაში ძალიან ძვირფასი კულტურული კერა იყო ქართველთა. სამწუხარო დღეს იავარქმნილია. უამრავი პრობლემა საბიბლიოთეკო ფონდებში. მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი ქართული წიგნის განადგურებისა, ქართული საწიგნო ფონდის განადგურებისა შეგნებულად მიმდინარეობს ანტიქართული, ანტიეროვნული სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, რათა ამ კულტურულ ერს, ამ ძვირფას ერს ვეფხის ტყაოსნის შემქმნელ ერს დაუკარგონ თავისი ეროვნული წიგნის მადლი. სწორედ აი ამ თემატიკაზე, ამ სატკივარზე სასაუბროდ მოვიწვიე მე ირმა დოლიძე, რომლის მოხსენება ამ რამდენიმე თვის წინ მოისმინა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ და დიდი ჯაბაასი, პოლემიკა, ასლთა გაცვლა, გამოცვლა გამოიწვია და კიდევ უფრო უკეთესად წარმოაჩინა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს სახელმწიფოში არსებული
პრობლემა, რომელიც სწორედ ქართულ წიგნს და ქართული წიგნის ფონდს ეხება. მოგესალმები ირმა. დავიწყოთ ჩვენ სწორედ ჩვენ წიგნად ფონდთან დაკავშირებით და ამ პრობლემის განხილვასთან დაკავშირებით მსჯელობა. თუმცა მაინც უნდა ითქვას პატარა ისტორიული წიაღსვლა, რომ საქართველოში დღევანდელ საჯარო ანუ ეროვნულ ბიბლიოთეკას სათავე დაუდო ცნობილმა სასულიერო მოღვაწემ, თბილისის მიტროპოლიტმა იოსებ თბილელმა სააკაძემ, თავის წარწერაც ჰქონდა მარმარილოს ქვაზე, რომელიც რუსზე გზარხოს ევსებს მოუშლია და პირველი წიგნად ფონდსაც მან დაუდო საფუძველი. ეს არის უკვე 1780-იანი წლები, ანუ მე-18 საუკუნე. შემდგომ ამისა, აი დღევანდელი ეროვნული ბიბლიოთეკის დაფუძნების თარიღად შეიძლება ჩაითვალოს 1846 წელი და იქიდან მოყოლებული ამ საქმეს ჩართული არიან ჩვენი დიდი ცნობილი პიროვნებები, ისეთი როგორც არის წმინდა დიმიტრი ყიფიანის სხვები და სხვები და აი მოვედით აქამდე. რა პრობლემებია, რა სატკივარია, ღიად რო ვთქვათ, აი ამ წიგნის პალატასთან დაკავშირებით, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან დაკავშირებით და წიგნად ფონდთან დაკავშირებით საქართველოში. მე მომავალში სიამოვნებით მოვიწევდი ამ პრობლემებთან დაკავშირებით სხვებსაც, ვისაც ტკივა ქართული წიგნის პრობლემა. დიახ. გამარჯობათ. ბატონო ვაჟა, თქვენ იცით, რომ ჩვენ ამ თემაზე დიდი ხანია დავობთ უკვე 2009 წლიდან კონკრეტულად ქართული წიგნადი ფონდის თაობაზე და კონკრეტულად კერძოდ ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდების თაობაზე დავიწყეთ 2009 წელს დავა წიგნის პალატის ყოფილ თანამშრომლებთან ერთად და ბევრჯერ გაშვებდა როგორც პრესით, ისევე ტელევიზიით თქვენი დახმარებით. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ამ თემას თითქმის ტაბუ აქვს დადებული და ვერსად ვერ მოახერხეთ. აი 2009 წლიდან 2025 წლამდე სერიოზულად სახელმწიფო სტრუქტურების დაინტერესება ამ პრობლემით მიუხედავად იმისა, რომ 2009 წლიდან 2025 წლამდე ჩვენ მივმართეთ ყველა სახელმწიფო სტრუქტურას. პირველ რიგში საქართველოს პარლამენტს ვინაიდან 2024 წელს შეეცვალა მხოლოდ სტატუსი ბიბლიოთეკას და 96 წლიდან ის ექვემდებარებოდა საქართველოს პარლამენტს. ეხლა ძალიან დიდი თემაა ესა, ძალიან ფართო თემაა და კონკრეტულად რომ ვისაუბრო, კონკრეტულად ფონდების თაობაზე ძალიან მოკლედ ვიტყვი, ჯერ დავიწყებ ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ ინფორმაციით და შემდეგ წიგნის პალატის უნიკალური ფონდების თაობაზე. იმიტომ რომ როდესაც ბიბლიოთეკას გადმოეცა წიგნის პალატის ფონდი, თვითონ ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდიც კი არ იყო ინვენტარიზაცია ჩატარებული წლების განმავლობაში და არ იყო დათვლილი. და ამიტომ ძალიან ისე მოკლედ ვიტყვი, რომ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა 1846 წლიდან იღებს სათავეს. როცა თბილისში მთავარმართებლის კანცელარიის ბიბლიოთეკის ბაზაზე დაარსდა თბილისის საჯარო ბიბლიოთეკა. შეიქმნა ბიბლიოთეკა, რომელიც ხელმისაწვდომი იყო მთელი მოსახლეობისთვის და ყველა ფენისთვის. 1848 წელს დაარსებული საჯარო ბიბლიოთეკა გადაეცა 1852 წელს დიმიტრი ყიფიანის ინიციატივით თბილისში გახსნილი კერძო სამხანაგო ბიბლიოთეკის ფონდიც. ფონდების დაკომპლექტება დაევალა მეფისნაცვლის კანცელარიის მოხელეს და კავკასიოლოგიური ლიტერატურით იყო ძირითადად დაკომპლექტებული და საჭირო გახდა შენობის აშენება. და სწორედ 1857 წელს მიხეილ ვორონცოვმა მიმართა ქართველ პოეტს ვახტანგ ორბელიანს, რომელმაც 1851 წელს ეს ერთსართულიანი შენობა გადასცა, ალექსანდროვის ბაღში არსებული შენობა
და ასევე ორონცოვის ბრძანებით დაევალა საცენზურო კომიტეტს, რომ კავკასიის ფარგლებში დაბეჭდილი ყველა გამოცემის 2 ეგზემპლარი გადმოსცემოდა ბიბლიოთეკას, როგორც სავალდებულო ცალი. თბილისის საჯარო ბიბლიოთეკა და კავკასიის მუზეუმი ერთ სისტემაში გაერთიანდა და ეწოდა კავკასიის მუზეუმი და თბილისის საჯარო ბიბლიოთეკა. 1879 წელს დაიწყო ბიბლიოთეკის ახალი შენობის აგება და 71 წელს ბიბლიოთეკა ახალ შენობაში გადავიდა. და 1931 წელს საჯარო ბიბლიოთეკას კავკასიის მუზეუმის სამეცნიერო ბიბლიოთეკა დაერქვა და როდესაც შემდეგ მუზეუმი დაიხურა სარესტავრაციო სამუშაოებისთვის, ბიბლიოთეკის ფონდები ყუთებში იქნა ჩალაგებული და 10 წელი ინახებოდა სარდაფში. ხოლო 1923 წელს სახალხო კომისართა საბჭოს დადგენილებით დაარსდა საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკა. ეს იყო თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის და 1918 წელს დაარსებული პარლამენტის ბიბლიოთეკის ბაზაზე არსებული ბიბლიოთეკა და ჯერ განათლების კომისარიატს ექვემდებარებოდა, ხოლო 1953 წლიდან კულტურის სამინისტროს და 1996 წლიდან დაექვემდებარა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ასე დაერქვა და ექვემდებარებოდა საქართველოს პარლამენტს. ხო, აქ ახლა რაც მთავარია, ბიბლიოთეკის ფონდები 1923 წლიდან არალეგალურად, ხოლო 1926 წლიდან საბჭოთა კავშირის ბეჭდური პროდუქციის აუცილებელ და სავალდებულო ცალები შემოდიოდა ბიბლიოთეკაში მრავალ ენაზე იყო. ეს იყო რუსული, უკრაინული, სომხური, აზერბაიჯანული და ევროპულ ენებზე გამოცემული ყველა წიგნადი ერთეული შემოდიოდა. ხო, ეხლა 1929 წელს ბიბლიოთეკას გადაექცა ყოფილი სათავადაზნაურო ბანკის შენობის ნაწილი, დღეს არის ეს პირველი კორპუსი და 1931 წელს გაიხსნა სამკითხველო დარბაზები და 1880 და 1927 წლებში მოქმედი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი გადაეცა ბიბლიოთეკას 1937 წელს. და სწორედ აი 1939 წელს დასრულდა აი ამ წიგნადი ფონდების გენერალური სისტემატური და ანბანური კატალოგების შექმნა. რომელ წელს? 1939 წელს. 37 წელს დასრულდა ეს წიგნადი ფონდის კატალოგების არა 37 წელს გადაეცა ამ წერა-კითხვის გამავრცელებელი, ხო 39 წელს შეიქმნა ეს ანბანური სისტემატური კატალოგები. ბიბლიოთეკა, ესე იგი 1957 წლიდან აწარმოებდა საერთაშორისო წიგნად გაცვლას. და 1953 წელს გადაეცა მიმდებარე შენობა. ეს არის მესამე კორპუსი. 1987 წელს ყოფილი საარქივო ბანკის შენობა. ეს არის უკაცრავად მეორე კორპუსი არის 1953 წელს ბიბლიოთეკის მიმდებარედ, აი პირველი და მეორე კორპუსი ეს ერთიანი შენობაა. ხოლო აი ეს მესამე კორპუსი 87 წელს გადაეცა, ეს არის საარქივო ბანკის შენობა და დღეს არის ეს ადმინისტრაციული შენობა, სადაც დირექცია განთავსებული და ქართველოლოგიის სამკითხველო დარბაზი იყო განთავსებული. 1971 წელს დაიწყო ბიბლიოთეკის წიგნსაცავის კორპუსის მშენებლობა და დამთავრდა 77 წელს. და ბიბლიოთეკის მეოთხე კორპუსია ეს 17 წელს დამთავრდა. ეს არის 10 სართულიანი ყველაზე დიდი წიგნსაცავია. ამიტომ რომ ფონდი, წიგნადი ფონდი იყო ძალიან დიდი და 10 სართულიანი წიგნსაცავია. და 1999 წელს შეძენიქნა პერსონალური კომპიუტერები და 90 წლიდან უკვე 90 წლიდან დაიწყო ელექტრონული კატალოგების წარმოება.
და ესე იგი 2001 წელს უკვე ერთიანი ქსელი შეიქმნა ამ ელექტრონული კატალოგების და აი 2000 წელს ეწოდა პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა. კი ბატონო. 2006 წელს ბიბლიოთეკას გადმოეცა წიგნის პალატის შენობა თავისი უნიკალური ფონდებით. 2012 წელს ასევე ბიბლიოთეკას გადმოეცა ავლაბრის არალეგალური სტამბა მუზეუმი. ესეც სადაო თემა, დღეს სასამართლოში ეს პროცესი მიმდინარეობს, იმიტომ რომ დავაარქთ ამ ავლაბრის სტამბის ფლობელებს ბიბლიოთეკის დირექციასთან, ეს ცალკე თემაა. 2014 წელს კი შენობა ნაგებობა გადმოეცა ქუთაისში წიგნადი ფონდისათვის დამატებითი საცავის მოსაწყობად. ეს ქუთაისში ფონდი, ანუ იმდენად მზარდია და იმდენად დიდია, რომ საჭიროებს 10 სართულიან შენობასაც და დამატებით კორპუსსაც. ეს ხო ამაზე მეტყველებს. ეხლა რაც შეეხება თვითონ იმ თემას, რაზეც ვისაუბრეთ მეცნიერებათა აკადემიაში. თემას მე ასე დავარქვი, ვინ მფარველობდა და მფარველობს დღეს ქართული ბეჭდვითი სიტყვის ფონდების დაშლას და ყიდვა-გაყიდვას. და მოკლედ ვიტყვი, რომ სულხან-საბას სახელობის წიგნის პალატა დაარსდა 1924 წლის 26 აპრილს. პალატის წიგნსაცავში დაცული იყო საქართველოს სამსაუკუნოვანი ბეჭდური პროდუქცია 1769 წლიდან. წიგნის პალატის საქმიანობის ძირითადად ამოცანებს წარმოადგენდა საქართველოს ტერიტორიაზე გამოცემული ყველა სახის პროდუქციის უფასო სავალდებულო საკონტროლო ცალების მიღება და საარქივო დაცვა, როგორც კულტურულ-ისტორიული, ეროვნული ფასეულობების, ეროვნული ბიბლიოგრაფიული და სტატისტიკური საინფორმაციო ბაზის შექმნა. პალატის წიგნსაცავის თაროებზე განლაგებული იყო 1,5 მილიონი ბეჭდვითი ერთეული. და რა იყო ეს? წიგნები, ბროშურები, გაზეთები, ჟურნალები, ავტორეფერატები, წვრილბეჭდური გამოცემები, იარლიყები, ეტიკეტები, აფიშები, გრაფიკული გამოცემები, ნოტები, რუქები და პლაკატები. გეორგიკის სექტორის ფონდი არსებობდა პალატაში, აქ ინახებოდა 2842 ერთეული უნიკალური გამოცემა. ესენი იყო ვეფხისტყაოსნის, ბიბლიის და სახარების ხელნაწერებიც, სახარება და ასევე ხელნაწერებიც. აქვე იყო სპეცფონდი, სადაც ინახებოდა აკრძალული ლიტერატურა. ეს საინტერესოა, ხო, რა ლიტერატურა იყო აკრძალული. რა თქმა უნდა. მატიანეები და საუწყებო გამოცემები, რეფერატები, ბრაილის შრიფტიანი და გრიფიანი გამოცემები. წიგნის პალატის ეროვნული არქივი იცავდა და ინახავდა არამხოლოდ ქართულ ბეჭდურ ერთეულებს, არამედ უცხოეთში გამოცემულ ქართველ ავტორთა ნაწარმოებებს და ქართველოლოგიურ ლიტერატურას. პალატის ფონდით სარგებლობა დაიშვებოდა მხოლოდ წიგნის პალატის გენერალური დირექტორის ნებართვით. ეხლა აქ აი როგორ ხდებოდა ნებართვის, ამით ზედმეტად არ თქვა დავკარგოთ, რომ მე ვიტყვი იმას, რომ 2005 წლის 27 დეკემბრის ეს არის ნომერი 10-57 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრძანების საფუძველზე ლიკვიდირებული იქნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს პოლიგრაფიის და საგამომცემლო საქმის სამსახური და მოხდა წიგნის პალატის როგორც მის სისტემაში შემავალი ორგანიზაციის ლიკვიდაცია. მიუხედავად იმისა, რომ პალატას ჰქონდა დამოუკიდებელი საბანკო ანგარიში, ბალანსი და სახელმწიფო ბეჭედი. და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2006 წლის 2 თებერვლის ნომერი 34-ა ხო ბრძანებით ეკონომიკის განვითარების სამინისტროს დაევალა სულხან-საბას სახელობის წიგნის პალატის ბალანსზე არსებული ქონების და ფონდების გადაცემის უზრუნველყოფა ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკისათვის. ბიბლიოთეკის დირექციას საქართველოს კანონის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დებულების დაცვით უნდა მოეხდინა გადაბარებული ფონდების აღრიცხვა ბიბლიოთეკის ბალანსზე აყვანა და ფონდების მიღება ჩაბარების აქტების გაფორმება.
პალატის ფონდი, რომელიც განლაგებული იყო მეორე სართულიდან მეექვსე სართულის ჩათვლით, დათვალიერებული იყო ზოგადად ძირითადი ნაწილი გადაბარებული იქნა ინვენტარული შემოწმების გარეშე 2006 წლის 28 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტით. გეორგიკის სექტორის უნიკალური ფონდი ინვენტარიზაციის გარეშე იქნა გადაბარებული. ესეც 2006 წლის 28 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტით. ფონდის ინვენტარიზაციის საინვენტარო დავთრები ასევე 2006 წლის 28 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტით გადაიბარეს. და რა იყო ეს? წიგნები იყო 1706 წლიდან 2005 წლის ჩათვლით. საუწყებო და სტერეოტიპული გამოცემები 1977 წლიდან 2005 წლის ჩათვლით. ტექნიკური ინფორმაციის 1969 წლიდან 1990 წლის ჩათვლით. გრიფიანი გამოცემები იყო 1964 წლიდან 1990 წლის ჩათვლით. ჟურნალები იყო 1857 წლიდან 2005 წლის ჩათვლით. გაზეთები 1819 წლიდან 2004 წლის ჩათვლით. ნოტები 1891 წლიდან 1990 წლის ჩათვლით და რუქები იყო 1853 წლიდან 1988 წლის ჩათვლით. სახვითი გამოცემები 1874 წლიდან 1988 წლის ჩათვლით. ინვენტარიზაციის წესის დარღვევით გადაბარებული ფონდების საერთო რაოდენობა წიგნის პალატის გენერალური დირექტორის რევაზ ღლონტის 2004 წლის 5 დეკემბრის ბრძანების მიხედვით დათვლილი ფონდების სახით იყო 1,500,000 ბეჭდვითი ერთეული. გეორგიკის სექტორის ფონდებში ინახებოდა 2858 ერთეული უნიკალური წიგნი. ეს უკვე ვთქვით, რაც შეეხება სპეცფონდს, რომელიც ინახებოდა წიგნსაცავის განყოფილების წიგნის სექტორში, ეს სპეცფონდი იყო 1916 წლიდან 53 წლის ჩათვლით და ასევე იყო 1961 წლის წიგნებით. წიგნებისა და ბროშურების იყო 872 ერთეული. ასევე აქ იყო აკრძალული ლიტერატურის სია და აი ამ სიის შესახებ მე მაქვს მტკიცებული, მინდა ეხლა ვთქვა, რაზეც აი აქ საუბრო და რასაც ვამბობ, ამაზე არსებობს აი ეს ერთი საქაღალდე მტკიცებულებებისა. ეს არის ოფიციალური ბეჭდიანი სათანადო რეკვიზიტებით საბუთები, არსებობს ასევე მოწმეების განცხადება და არსებობს ასევე გამოცემები გაზეთის სტატიები არსებობს აი ამ დარღვევებისა და ამ წიგნადი ფონდის შესახებ. რაც შეეხება აკრძალული ლიტერატურის სიას და აი ამ 872 ერთეულ წიგნს, ამას ყველაფერს ჰქონდა თავისი ბიბლიოგრაფიული აღწერილობა. და აი ამ სიის რაოდენობას ჯერჯერობით იმ საბუთის მიხედვით აი ამ რაოდენობას ფურცლების არ დავასახელებ. იმიტომ რომ მე ვერაფრით ვერ მოვიძიე და ვერ მომაწოდეს ის აი ამ ყველაფრის, რასაც ვამბობ, ოფიციალური საბუთები და მტკიცებულებები ეროვნული ბიბლიოთეკის დირექციამ წლების განმავლობაში. და აი სწორედ იმ მიზნით, რომ მე არ მოხდეს რაღაცის ან გაყალბება, ან არასწორად მოწოდება, წინასწარ მე ამ რაოდენობას, მაგრამ აკრძალული ლიტერატურის სიის რაოდენობა ფურცლების სახით ამის შესახებ მტკიცებულება გვაქვს. ესე იგი ძალიან საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის ქალბატონი ირმა დოლიძე. მე მინდა საზოგადოების ყურადღება მივაპყრო სწორედ იმ ფაქტზე, რომ 1924 წლიდან იმ კომუნისტური რეჟიმის პირობებში სწორედ შეიქმნა წიგნის პალატა, რომელსაც გადაეცა 3 საუკუნოვანი ბეჭდვითი პროდუქცია საქართველოში არსებული და უცხოეთში არსებული, ხოლო ქართული ბეჭდვითი პროდუქცია, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ პირველი ქართული წიგნი 1712 წელს დაიბეჭდა, ხო? იტალიური ლექსი. აი იქიდან მოყოლებული, ესე იგი, ყველა
ბეჭდვითი პროდუქცია, უბრალო ეტიკეტები, აფიშები, სარეკლამო ბანერებიც კი ყველაფერი აღარაფერს ვამბობ წიგნებზე, სერიოზულ გამოცემებზე და ასე შემდეგ. თურმე ინახებოდა წიგნის პალატაში. და აქ ჩამოთვალა ძალიან სერიოზული ციფრები თან ქრონოლოგიურად წლების 1857 წელი, 1819 წელი ეს არ არის რაღაც. ეს არის ჩვენი ერის ისტორია, კულტუროლოგიური ისტორია. ქართული წიგნის და ზოგადად ქართული ბეჭდვითი პროდუქციის ისტორია. და მათ შორის საკრძალული ლიტერატურის სია. გესმით ეს რას ნიშნავს? და აი სწორედ როცა ვამბობდით 2005 წლის აპრილის 27 დეკემბრის პრეზიდენტის ამ 10-57 ბრძანების თანახმად გაუქმდა ეს ყველაფერი. და გაუქმდა ერთი, მაგრამ სულ რომ გავიძახით სამართლიანობის აღდგენა და სამართლიანობის აღდგენა, კაი ბატონო, სამართლიანობის აღდგენა წიგნად ფონდსაც ხო ეხება. ეს მარტო დაჭერილ ხალხს და წართმეულ ქონებებს ხო არ ეხება, ისინიც არ დაგიბრუნებიათ მართალია ხალხისთვის, მაგრამ ხო ეხება. ვის რა დაუბრუნეთ, მაგრამ ეს ჩვენი კულტუროლოგიური სამუზეუმო და თავმოსაწონებელი ფონდებია ხალხო. ეს არის ერის მისი ნიშანსვეტი, მისი განათლებულობისა, მისი მაღალი კულტურისა, მისი მაღალი შეგნებისა, მისი დიდი მოღვაწეობისა ამ სფეროში. ყველა ქვეყანა ამას რუდუნებით ინახავს, კაცო, უძველეს გამოცემებს. ნახეთ რა გამოცემებზეა ლაპარაკი აქ, სახარებებზე, ბიბლიებზე, უნიკალურ გამოცემებზე. 3 საუკუნოვან გამოცემებზეა ლაპარაკი. ეს არ არის გუშინწირო დაბეჭდა რომელიმე გამომცემლობამ. ეს არის ეტრატებზე დაბეჭდილ უნიკალურ გამოცემებზე საუბარი. დიახ, მაპატიეთ, ახლა მე არ შემიძლია როგორც მწერალი ამ შემთხვევაში არ გავღიზიანდე და არ გავბრაზდე, იმიტომ რომ ესე იგი 1927 წელს იმავა ავადსახსენებელი 1927 წელს გადაეცა წიგნადი ფონდი, ხო და წიგნადი ფონდის დაათვლა, დახარისხება, კლასიფიკატორების მინიჭება და ეს დასრულდა 1929 წელს, არა? იმიტომ რომ მოხერხდა მაშინ, არა? არ არსებობდა ესეთი სწრაფი კომპიუტერები და ესენი მაპატიეთ და ჩოთგზე თუ საანგარიშოზე ითვლიდნენ, არა? და 2 წელიწადში სამხელა და თან რაოდენობაზეა ლაპარაკი, 1,5 მილიონიან ფონდზეა ლაპარაკი. 1,5 მილიონი. და შეიძლება ეს დაიკარგოს, კაცო, ეს ხო არ არის 15 წელი რაღაცა. დიახ, გააგრძელეთ. 1,5 მილიონი წიგნადი ფონდის დაკარგვაზეა და ამ პროდუქციაზეა ლაპარაკი. ეს ერთი ნაწილია, თორე იმის გარდა კიდევ უამრავია დაკარგული. ასეთი კანონდარღვევით გადაბარებული ფონდების აქტებზე პალატის წიგნსაცავის განყოფილების გამგეებმა სიტყვიერი პროტესტის შემდეგ ხელმოწერის დააფიქსირეს, რომ ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნიდნენ ასეთ გადაბარებულ ფონდებზე და ეს მტკიცებულებაც არსებობს. ყველაზე მნიშვნელოვანი საყურადღებო ის არის, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე მითითებული საერთო ფონდების რაოდენობას ასევე სადაოა, არაფერი დაემატა და მონაცემები ბეჭდვითი ერთეულის საერთო რაოდენობის შესახებ იგივე დარჩა. როგორც მოგეხსენებათ, 1846 წელს არის დაარსებული, სათავე ასე დაედო საჯარო ბიბლიოთეკას და 1929 წელს გადავიდა კეცხოველის ქუჩაზე სათავადაზნაურო ბანკის შენობაში, რომელსაც გადაეცვა, როგორც ვთქვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნადი ფონდი. აი აქ შეგვიძლია უფრო კონკრეტულად ვთქვათ, ეს იყო 13,000 ტომი. ისტორიკოს ბაქრაძის წიგნების კოლექცია. დიმიტრი ბაქრაძე. ცნობილი ისტორიკოსი. ნიკო ნიკოლაძის უმდიდრესი არქივი. ქართული წიგნადი ფონდი. ეს არის 316,720 ტომი. რუსულენოვანი ფონდი იყო 2,112,430 ტომი. და ეს იყო 1922 წლიდან. უცხოური წიგნების ფონდი 85,108 ტომი.
წიგნები ასევე საერთაშორისო წიგნათი გაცვლითი მეთოდითაც შემოდიოდა ინგლისიდან, შვეიცარიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან. იშვიათ გამოცემათა ფონდში 60,000-ზე მეტი წიგნი იყო. უძველესი უნიკალური გამოცემები 1974 წლის მონაცემებით სულ ფონდში დაცული იყო 11 მილიონ, ეს არის ბიბლიოთეკის, საჯარო ბიბლიოთეკის ფონდია. 11,247,215 ბეჭდვითი ერთეული. და ეს წერია საქართველოს საბჭოთა ენციკლოპედიის მეორე ტომში. საჯარო ბიბლიოთეკაში გამოცემული ბროშურა არსებობს, რომლის მოპოვებაც მე ვერ მოვახერხე და დაამეხმარა ერთ-ერთი ჟურნალისტი და საერთო ფონდის რაოდენობა აი ამ ბროშურის მიხედვით, ინვენტარიზაციით არის 13,387,282 ბეჭდვითი ერთეული. და ეს არის 113 ტომი. ეს არის 1980 წელს გამოცემული ბროშურა. და ეს მონაცემები არის აი ამ ბროშურაში. ბიბლიოთეკაში ეს ბროშურა გამოცემული. და ასევე ახლა ნახეთ პრესაში თქვი და მაქვს ეს მე მტკიცებულებები. გაზეთის სიახლე 2009 წელს ბიბლიოთეკის ყოფილი გენერალური დირექტორი ინტერვიუ იბეჭდება და ასახელებს, რომ ბიბლიოთეკის საერთო ფონდი 19 მილიონი ერთეული იყო. ბეჭდვითი ერთეულიო. გაზეთის სიახლე ასევე უფრო ადრე 2004 წელი ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე ინტერვიუა ასახელებს საერთო რაოდენობას 16 მილიონ ერთეულს. ესე 19-დან 16-ზე ჩამოვიდა. არა, 16 ასახელებს 2004-ში. 2004. და 2009 არის თანმდებობად არქივი. მე უკვე გენერალური დირექტორი. ეს არის დეპარტამენტის დირექტორთან ინტერვიუ და მის მოადგილესთან და 2009-ში უკვე გენერალური ამბობს, რომ 19 იყო. ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე გამოტანილ ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ 2009 წლის მონაცემების მიხედვით ფონდის საერთო რაოდენობა იყო 4,147,528 ერთეული. ესე იგი, რა გამოდის, რომ 2009 წლიდან როგორ შემცირდა 4 მილიონამდე ფონდი? ესე იგი, 2009 წლიდან ეს რომელი რიცხვია 4 მილიონი? 2009-ში ვებგვერდზე უკვე ელექტრონული არქივები რო შეიქმნა და ელექტრონული 19 მილიონი იყო 2004-ში და 9-ში გენერალური დირექტორი და 16 და 19. აი ეს 4 მილიონი რომელ წელს არის? 2009 წელს დევს ეს ინფორმაცია. 2009 წელს და საწავიდა კაცო, ესე იგი 15 მილიონი დაიკარგა. არ ვიცი რა ხდება. და წერია ესე, რომ 2009 წლის მონაცემების მიხედვით ფონდის საერთო რაოდენობა არის 4,147,528 ერთეული, ეს მტკიცებულებაც არსებობს. მხოლოდ წიგნები, ქართული, უცხოური, ევროპულ ენებზე, რუსულ და სხვა ენებზე იყო 3,623,992 ერთეული. მხოლოდ წიგნები. და 2010 წლის მონაცემის მიხედვით უკვე ისევ ვებგვერდზე დევს ინფორმაცია, რომ საერთო ფონდი არის 4,147,528 ერთეულიო, იგივე, მაგრამ წიგნადი ფონდის შესახებ ინფორმაცია რიცხვით რაოდენობას საერთოდ გამქრალია. აღარ დევს. გასაოცარია, რომ მზარდი ფონდი 77 წლის მონაცემის მიხედვით იყო 11,247,215 ერთეული. საბიბლიოთეკო ბროშურის მიხედვით 80 წელს იყო 13,387,282 ერთეული. ესე იგი იზრდება ფონდი. 2004 წელს გენერალური დირექტორი ამბობს, უпросторе დეპარტამენტის დირექტორი ერთი ასახელებს 16 მილიონს და გენერალური დირექტორი 2009 წელს ესე იგი აქ უკვე ციფრები ამერია უკაცრავად ეხლა ვიტყვი ესე იგი 2004 წელს
დირექტორი ასახელებს რომ 14 მილიონს ერთი, ხოლო მეორე 19-ს. შეგი რა ცოტა განსხვავება 5 მილიონი წარმოგიდგენია. ეგრევე კრიმინალი ჩასა. 2009-10 წლებში როგორ გახდა ეს მზარდი? ეს ხო არ არის 5 ცალიწილი, 5 მილიონ ეგზემპლიარზეა ლაპარაკი. საიდან როდის დათვალეს და სხვათა შორის დავიჯეროთ, აი ჩავიკითხავ და ეხლა რამდენიც არ უნდა ყოფილიყო საბიბლიოთეკო ფონდი, მას უნდა დამატებოდა 2006 წელს გადაბარებული წიგნის პალატის ფონდების რაოდენობა და შესაბამისად უნდა გაზრდილიყო ფონდი და საკუთარი არითმეტიკით 4 მილიონს მიუმატეს 1.5 მილიონი და ისე 4 მილიონი მიიღეს. თუ დავინტერესდებით ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდების რაოდენობით და მდგომარეობით, ყველაფერი ცხადი გახდება. ან ძალიან საეჭვო და გამოსაძიებელი. როგორც ვიცით, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის წერილის საფუძველზე, ბიბლიოთეკის დებულებას, საშტატო განრიგს, თანამდებობრივ სარგოებს ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე, ოფიციალური ბრძანებით. მასვე აქვს დისკრეციული უფლებამოსილება დანიშნოს გაათავისუფლოს თანამდებობიდან გენერალური დირექტორი. და რაღაც პასუხისმგებლობა ხომ აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს და მის კომიტეტებს და ზოგადად პარლამენტს. თუ გენერალურ დირექტორს ხსნის, ნიშნავს, რა თქმა უნდა, უმტკიცებს დებულებებს, ეხლა ისევ პარლამენტის დაქვემდებარებაშია. ეხლა აი 2004-ში ძალიან ეშმაკურად შეიცვალა ეს დაქვემდებარება, ეს ცალკე სასაუბრო თემაა. კიდე რატომ და როგორ მე ამის საქმის კურსში ვიყავი და გავოცდი რომ რატომღაც დამიძახეს და მითხრეს ეს ინფორმაცია, მაგრამ მე ვთვლი რომ ეს იყო პასუხისმგებლობის თავიდან აცილება და მეტი არაფერი, მაგრამ ვერავინ ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას ფარველობაზე კრიმინალის. და 2005 წელს ბიბლიოთეკის ბიუჯეტი 2.399.300 ლარია. 2006 წლებში 3.908.300 ლარია. შრომის ანაზღაურებაზე აქედან გაწერილია აი როცა იყო 2 მილიონი, 1.628.000 ლარი. თითქმის ყველაფერი არის ხელფასზე, დანამატზე და პრემიაზე. არ ამგონია რომ ეხლა წიგნის დათვლისთვის ფული დარჩენილიყო. 3 მილიონი რომ გახდა და ცოტა მეტი ბიუჯეტი 2006-7 წლებშიც ხელფასებზე, პრემიებზე და დანამატებზე აქედან გაიწერა 2.565.800 ლარი. ასევე 2008-9 წლებში ბიუჯეტი იზრდება. შრომის ანაზღაურებაზეა თითქმის ამ ბიუჯეტიდან 4 მილიონია გაწერილი პრემიებზე და მის ხელფასებზე და არ ამგონია რომ წიგნადი ფონდის მოვლისთვის რამე თანხარჩებოდეს აქედან, მაგრამ არც ისე არ იწუხებენ თავს რომ დათვალოთ. ძალიან კარგად ჩანს რომ ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი გაწერილია ხელფასებზე, პრემიებზე და დანამატებზე. ასევე ძალიან საინტერესო არის რის მიხედვით და რამდენად სამართლიანად ხდებოდა ამ პრემიების და დანამატების გაცემა. თუ ფონდი არ აქვს დათვლილი, თუ სავალალო მდგომარეობაა საცავებში, აი რა დროს ჯილდოები და პრემიები და დანამატებია. თუ თანხაც გაქვს განსაზღვრული, გამოყოფილი სამეურნეო ხარჯებისთვის, იმდენი უნდა დატოვო, შემდეგ მოახერხო წიგნის მოვლა. ეხლა რა ხდება შემდეგ? ყველა დირექტორის დროს რჩება პრობლემად და ინვენტარიზაცია არ ტარდება. და სასწაული ის არის და ამის მტკიცებულებაც არსებობს, რომ დირექციის წევრები იღებენ პრემიებს, ხელფასებს 100-200%-ით. და ხდება მაშინ, როცა 1977 წლის 07-05 კონტროლის პალატის შუალედური აქტი არის. ესეთ ჟურნალისტის დახმარებით მოვიპოვე და წერია ასეთი რამე. ისეთი კრიმინალური კანონდარღვევებია ამ აქტში 1977 უკაცრავად 1997-ის. მაგიტო გეკითხა. ხო, არა, 97-ის. 97-ის. დიახ.
წიგნსაცავისა და საერთო ფონდის სავალალო მდგომარეობა არ გამოსწორებულა მიუხედავად იმისა, რომ ყველა საჯარო და საჭირო ინფორმაცია მივაწოდეთ. პარლამენტ სახელმწიფო სტრუქტურებს დირექციას მოვითხოვეთ ოფიციალური საბუთები. როგორც პალატის გადაბარებული ფონდის, ისე ბიბლიოთეკის საერთო ფონდის შესახებ დღემდე სათანადო სანდო ვერც პასუხი მივიღეთ და ვერც საბუთი. ეხლა რაც შეეხება კონტროლის პალატის აქტს. ეს არის 7 თებერვლის ნომერს ვიტყვი ახლა 53 ბრძანების საფუძველზე მოწვეული სპეციალისტების მიერ შემოწმებული იქნა ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობა საბიბლიოთეკო დარგში და გამოვლინდა შემდეგი დარღვევები. მომსახურების განყოფილების საერთო დარბაზის ფონდიდან მაკულატურაში ჩასაბარებელ პოლიტიკურად მოძველებულ ლიტერატურის სიებში ჩაწერილი იყო ისეთი ლიტერატურა, რომელიც არ ექვემდებარებოდა მოძველებას. ორთოგრაფიული ლექსიკონი, უცხო სიტყვათა ლექსიკონი, რუსულ-ქართული ლექსიკონები, ინგლისურ-ქართული, გერმანულ-ქართული ლექსიკონები, არაბულ-ქართული ლექსიკონი, საბავშვო ენციკლოპედია, ტექნიკური ტერმინოლოგია, საქართველოს ძეგლები და სხვა. ყველა აქტი, რომელიც ფონდიდან ჩამოწერას ეხებოდა, ფიქტიური ხასიათის იყო, რადგან ჩამოწერა ბალანსიდან არ მომხდარა. არც ერთი ეგზემპლარი წიგნადი ფონდისა ბალანსზე აყვანილი არ იყო. ბიბლიოთეკათშორისი აბონენტის განყოფილების დავალიანება შეადგენდა 4740 ეგზემპლიარს. დაუბრუნებელი იყო 2071 ეგზემპლიარიც. დიმიტრი უზნაძის შრომებიდან დაკარგული იყო 21 ეგზემპლიარი. ხავთასის საზღვარგარეთის ლიტერატურა 12 ეგზემპლიარიდან დაკარგული იყო 9. ჩიქობავას ენათმეცნიერების შესავალი 16 ეგზემპლიარიდან დაკარგული იყო 4. ამავე მეცნიერის ზოგადი ენათმეცნიერება 12 ეგზემპლიარიდან დაკარგულია ისევ 4. აკაკი ბაქრაძეს ილია და აკაკი დაკარგულია ყველა ეგზემპლიარი. რუსული საცავის 585 დასახელების წიგნიდან დაკარგული იყო 83 ერთეული. ჟურნალების 88,709 ერთეულიდან დაკარგული იყო 3600 ერთეული. მეცნიერ მუშაკთა დარბაზის ფონდიდან დაკარგული იყო წიგნები, როგორიცაა ბიბლია, ძველი და ახალი აღთქმა, ინგლისურ-ქართული ლექსიკონი, საოჯახო მედიცინა, უცხო სიტყვათა ლექსიკონის 12 ეგზემპლიარი. საერთო დარბაზის ფონდიდან კითხველის დავალიანება შეადგენს 6895 ეგზემპლიარს და შემოწმებისას 254,609 ეგზემპლიარიდან დაკარგული იყო 11,874 ეგზემპლიარი. ვინმე შეიძლება დაიჯეროს, რომ ამდენი წიგნი მკითხველმა მოიპარა. 11,000 წიგნი როგორ მაშინ რასაკეთებს? ხოლო პასუხისმგებლობა პირებმა ეს ვერ შეამჩნია. ბიბლიოთეკა რასაკეთებს? რა ვიცი, დაცვის პოლიცია, იქ სააბონენტო განყოფილება, თანამშრომლობა. როცა არსებობს მკითხველის ბილეთი. 11 წიგნზე კი არა, 11,000 წიგნი როგორ უნდა დაიკარგოს, კაცო? არა, არსებობს მკითხველის ბილეთის შესაბამისი მონაცემები, ხო? საგანგაშო მდგომარეობაში იყო ვერცხლის ქუჩაზე უმოქმედო ეკლესიაში განთავსებული 1,500,000 ფონდი. როცა ბიბლიოთეკის ფართობები იჯარით იყო გაცემული, გაქირავებული. ეს მდგომარეობა დახვდა გენერალურ დირექტორს 98 წელს დანიშნულ ლევან ბერძენიშვილს. და ფონდების ინვენტარიზაცია არც მაშინ არ მომხდარა და პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია. გენერალურმა დირექტორმა მთელი ფონდები დეპარტამენტის სახით ჩააბარა მაშინ ახალგაზრდა თანამშრომელს და როგორც არ უნდა გაუკვირდეს ყველას, შეიძლება ყველას არ გაუკვირდეს, ბუკინის და ლევან თაქთაქიშვილს, რომელიც მისი დირექტორობის დროს აქ არსებობს ასევე გაზეთი, ინტერვიუ დეპარტამენტის დირექტორთან, ჯერჯერობით გვარდასახელს არ ვიტყვი, რომელიც ამბობს ასეთ რამეს და ჩვენც იქ მუშაობდით მაშინ, ეს ფაქტი გახმაურდა. გადამოწმებული იქნა ერთ-ერთი თანამშრომელი და ფაქტს ასახელებს ასეთ.
რომ ღამით დაცვის თანამშრომლებმა დაინახეს შუქი საცავში. ეს გაზეთშიც იყო დაბეჭდილი. ახალ თაობაში თუ არ გაზეთი წაკითხული. თანამშრომელი. კი ბატონო, წაიკითხეთ. იარაღით შედის თანამშრომელი და აკავებს დაცვის პოლიცია. დაცვის თანამშრომელი და აკავებს ვისაც ლევან თათაქიშვილს. ღამით. და საცავში და ამას ამბობს ეს დეპარტამენტის დირექტორი. დიახ. მტკიცებით ფორმაში შეიძლება არ ამბობს, მაგრამ ამბობს ფაქტს. ჩვენ იქ მუშაობდით და დილით ვიკითხეთ, რომ როგორ ვინ დაიჭირეს, ვინ იყო და დაცვა ასახელებს ამ ადამიანის გვარს და სახელს და ამბობს, რომ კინაღამ ცოდვა ჩავიდინებ. ვა. და რო არ ესროლა კიდე გაი. რა თქმა უნდა. და ეხლა როგორც არ უნდა თქვან, რომ წიგნზე ვზრუნავდი, ღამე რაღაც მოხდა, რაღაც შემატყობინეს დაცვის თანამშრომლის გარეშე, იქ შესვლა არავის არ შეუძლია. ღამის 3 საათზე. გაფრთხილების გარეშე. იმიტომ რომ დღე რასაც აკეთებდნენ, აგერ წაგიკითხეთ. დღე და არავის შეუშლია ხელი. და არც არავის გაუსაჩივრებია აი ამ ინტერვიუს შემდეგ, რომ ეს არის სიყალბე და არ უჩივლია ამ ადამიანისთვის, არც ჟურნალისტისთვის და არც გაზეთისთვის. ეს ფაქტად დარჩა და დაკონკრეტებული იყო ეს, რომ ფარანი ეჭირა ხელშიო და ძვირად ღირებული გრავი ურაო. ეს ისე არ იყო, რომ შევიდნენ და რაღაცის დასათვალიერებლად იყო შესული ეს ადამიანი. დაიბეჭდა სტატია. ანუ ისე არის აღწერილი, ეს არის ახლა შესული. ასე არის, ნახეთ. ძვირფასი გრავიურით ხელშეზე იპარავდა? არ ვიცი, მე ეს გამოსაძიებელი ამბავი ხომ იყო და ხომ არც არავის გაუსაჩირო, არც არავის გამოუძიებია. 2004 წლის 8 ივნისის გაზეთია დღე. ეროვნული ბიბლიოთეკის გაძარცვის ისტორია. სათაური ასეთია. გაზეთი ალია ეროვნული ბიბლიოთეკის ივანე ჯავახიშვილის ბიბლიოთეკას ჯავახიშვილის ქართველი ერის ისტორია არა აქვს, სად ქრება წიგნების საჯაროდან. ხედავ, რომელი წელია ესა? ეს არის 2004 წლები. 2004 წლის 18 აპრილის გაზეთი რეზონანსი. ჯუჯები ეროვნულ საგანძურში. ია ბაგრატიონ მუხრანელის ღია წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს. 2007 წლის 11-17 ივლისი. ნომერი 7 გაზეთი ვერსია. ვინ ფლანგავს ბიძინა ივანიშვილის ფულებს და ვინ აჭმევინებს ვირთხებს საგანძურს. ეხლა რა თქმა უნდა ეს ორფეხიანი უკაცრავად და ვირთხებია და რა ოთხფეხია. ტრიტინაში რომ არის ორფეხიანი მელიების შესაჭმელად არ ვზდით სანაშენო ფრინველსო და არ ვიცი ეხლა ეს რა თქმა უნდა ოთხფეხიანი ვირთხები ვერ მოახერხებენ ამდენი რაოდენობის წიგნის შეჭმას. 2009 წლის 20 ივლისის გაზეთია პრაიმ ტაიმი. როგორ გაიძარცვა ქართული მუზეუმები და რა საგანძური გაქრა უკვალოდ. და სამართალდამცავი ორგანოები თუ იძიებდნენ ამ ფაქტებს. თუ გვაქვს ამის შესახებ რაიმე ხელშესახები, რომ იმიტომ რომ აქ ლაპარაკია 1.5 მილიონი წიგნადი ფონდის გაძარცვაზე, დაკარგვაზე, ხო არ არის 15 ცალი წიგნი, კაცო, როგორ შეიძლება ახლა ბიბლიოთეკის ესა 19 მილიონი იყო 2004 წელს და მე ესე იგი გახდა 4 მილიონი, კი არ მოიმატა, დაიკლო, ხო? რანაირად ესე იგი? რანაირად? აი ახლა უყურებ მე ამ სტატისტიკას და ეს ხო ოფიციალური საბუთებია. ამას ხო ვერ მოიგონებს ადამიანი. არა, ვერ მოიგო. ეს პირდაპირ კრიმინალზე მეტყველებს. ეს ხო გამორიცხულია. აი როგორ იძიებენ. და ეს არ არის ერთი ესე იგი, ახლა თქვენ რასაც ამობდით 85,000 უცხოენოვანი წიგნადი ფონდია დაკარგული. რუსულენოვანი წიგნადი ფონდი 2 მილიონზე მეტი. აქ თქვენ დიმიტრი უზნაძის უნიკალური შრომები ხო? ეს ხო კონტროლის პალატის ოქმია. ძველი აღქმა, ბიბლია, ახალი აღქმა, ეს ყველაფერი ხო? ლექსიკონები ჩამოთვალეთ აქ, ორთოგრაფიული ლექსიკონი ჩამოწერილი, რატო უნდა ჩამოწერო, ხო? ან უცხო ენათა
გამარტებითი ლექსიკონი ან გერმანულ-ქართული ლექსიკონი რატო უნდა ჩამოწერო? ლექსიკონები არის მუდმივად ყველაზე დიდად საჭირო ისენი, ხო? ან საქართველოს კულტურული ძეგლები, ხო? ეს რატო უნდა ჩამოწერო? მე ჩვენ ხო ვხვდებით რატომაც ჩამოიწერება. ანუ პირდაპირ მიდიო და გასაყიდა თან რაღაცა. არა, ამას ახსნა არა აქვს, რომ ჩამოიწერა იმიტომ და ამიტომ. კომისია ანუ ფიქტიური ხასიათი ჰქონდა ამ ყველა. კომისია ხომ იქნება? დიახ. ერთი ადამიანი გენერალური დირექტორი უფლებამოსილი არ ამეთ ჩამოწეროს? არა, რა თქმა უნდა. კომისია საბუთი და ხელმოწერილი. რატომ ჩამოიწერა და ყველაფერი კომისია აპლიკაციას 2009 წლიდან 25-მდე რომ საბუთს ვერ მიიღებ. უბრალოდ მე ეხლა რომ წავიკითხო რომელ უწყებებს, უბრალოდ შემიძლია გაჩვენოთ. დიახ. უბრალოდ წაიკითხეთ უწყებებს, იმიტომ რომ ძნელნელა იპარება. აი ამ ვიზუალს რას უზავენ? მე კიდე დაგიძახებთ გადაცემაში აუცილებლად. ეს არის პარლამენტი, ბიბლიოთეკა. აი ჩაბარებული განცხადებები 9 წლიდან უპასუხოდ დატოვებული. უშიშროებაში გაგზავნილი, შინაგან საქმეთა მინისტრთან გაგზავნილი, ოფიციალური საფოსტო ფიტრები, წერილები. ეხლა გაჩვენებ. ეს არის უკვე მოქალაქეების მიმართ დამოკიდებულება სახელმწიფო სტრუქტურების. ეხლა ნახეთ, აი პროკურატურიდან წრეზე რომ ტრიალებს. პასუხები. აი ნახეთ. აი იუსტიციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, რაიონული პროკურატურა, მთავარი პროკურატურა, აი ესე ტრიალებს წრეზე. შეიტან მთავარ პროკურატურაში გადააგზავნიან რაიონულში. რაიონული გადააგზავნის იმ უწყებას გადაუგზავნის, თქვათ, რომელსაც ექვემდებარება. პარლამენტი გადაუგზავნის თვითონ იმას, ვისაც უჩივი. და ამის საბუთიც მაქვს აქ. ეხლა აი ეგ ნახეთ, სახალხო დამცველის აპარატი. აი ასეთი ვითომ აი ვინმე თუ შეისწავლა და აი რაღაცა ესეთი სერიოზული ან თუნდაც არ ვამბობ უკვე ფუნდამენტალური, სერიოზული აი რეალურთან მიახლოებული დასკვნა თუ დადო. აი ეს რომ შეისწავლო, უნდა დაიწყო 2005 დამავიწყდა მე თქვა 2013 წელს მოვახერხეთ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ და აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. დიახ. და გამოძიება დღემდე არ არის დაწყებული. შემოდებულია თაროს. შემოდებულია თაროს. თუ არ დაიწყებს შესწავლას, ასე იტრიალებს წრეზე ეს ფუნქციები და პასუხი. გამოძიებელი ვინ არის? გამოძიებლები იცვლებიან. იცვლებიან, ვეღარ ვასწრებ მისვლას და გაცნობას. გენ პროკურორები იცვლებიან და გასაკვირები გასაკვირი არა. შეიძლება თქვა ყოფილი ხელისუფლების დროს ვახერხებდი გენერალურ პროკურორთან შესვლას, საუბარს, მიღებ მართალია არც არაკეთებდნენ, გიღებდნენ, გელაპარაკებოდნენ, გავაგზავნე. ეხლა ტაბუ აქვს დადებული იმ დონემდე ყველა სტრუქტურაში ამ თემას და ზოგადად მე მგონი ყველა თემას, აი პირველ სართულზე რომ რეგისტრატორები ზიან, აი ამ შუშის შენობებს ვერ ასწდები პირველ სართულზე. უნდა ეკამათო რეგისტრატორს, რომელიც არაფერ შუაში არ არის. ძალიან სამწუხაროა. ძალიან სამწუხაროა. დრო ცოტა გვაქვს და ვერცადოთ რომ სადღაც 5 წუთში ჩავეტიოთ. ხო, აი ძალიან დიდი თემა. მე გპირდებით რომ დაგიძახებთ გადაცემაში აუცილებლად. აქ ძალიან დიდი თემა თვითონ წიგნის პალატას რაც ეხება. მის შენობებს, იმ ფონდებს, როგორ არის გადაბარებული, მე როგორ დაიშალა ეს კატალოგები. და როგორ დარჩა ნაწილი ფონდის იმ შენობაში, რომელიც თურმე ავარიული აღმოჩნდა. და აქ არის სამხარაო ფონდები ამ ავარიულ შენობაშია. იყო ნაწილი დატოვებული. არსებობს როგორც იქნა დიდი დავისა და წვალების შემდეგ მოიპოვეს სამხარაულის დასკვნები. ამ შენობის შესახებ. და ესეც არსებობს. მაგრამ აქ ყველაზე მთავარი არის, რომ სისხლის სამართლის საქმე როცა აღიძრა, ესე იგი ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ აი
აი არ აღძრულა სისხლის სამართლის საქმე, როცა უკრაინის საზღვარზე აღმოჩენილი იყო უკანონოდ გატანილი ქართული წიგნები. უკრაინის საზღვარზე დააკავეს, აქედან გავიდა. ეს იყო ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და საჯარო ბიბლიოთეკიდან. მაშინ რომელ წელს ეს? ეხლა გეტყვით. ესე იგი ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან და ყოფილი ხელისუფლების დროს არის ვინ არის მაგდროს რექტორი? რექტორი არის ქუთაისის უნივერსიტეტს რომ დაუნიშნეს რექტორად, ეხლა მე მგონი ისიც აღარ არის, გვარი არ შემეშალოს. და რაც თავარია ჯავახიშვილის უნივერსიტეტის იმდან ასე ვთქვათ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი დაისაჯა, როგორც ვიცი, მოიხსნა, მაგრამ საჯარო ბიბლიოთეკისგან დიდი ფორმატის წიგნი იყო გატანილი და არავის პასუხი არ უგია, ისე დაუბრუნდა. მაგრამ თავარი ის არის, რომ ხელუხლებელი ფონდიდან, რარიტეტულიდან 5000 ლარად შეფასებული დიდი ფორმატის წიგნი ქართველოლოგიის სამკითხველო დარბაზში აღმოჩნდა და გატანილი იქნა შენობიდან. ეს იყო რუსულენოვანი გამოცემა გენერალ-ლეიტენანტ ბობროვსკის 1642 წლის გამოცემა. საეჭვო ფაქტის შემდეგ გამოაცხადა დირექცია, რომ ქართველოლოგიის განყოფილება დაიხურებოდა და სამკითხველო დარბაზი. შემდეგ რა თქმა უნდა ამას წლების წინ ამბობდა ამას და ჩემთვის აქ პირადად ნათქვამი ლევან ბერძენიშვილს, რომ თაქთაქიშვილიც ეთანხმებოდა, რომ საჭირო არ არის ცალკე ქართველოლოგიური განყოფილება და მისი დარბაზი, სულ რამოდენიმე ასაკიანი აკადემიკოსი და პროფესორი დადის და ამათ როგორმე გურამ შარაძე როგორი და აი ამის ხსენება მინდა და ამათ ნელ-ნელაო არც მინდა იმ სიტყვა გავიმეორო რაც თქვა და მაგრამ ქართველოლოგია თავის დარბაზითა და განყოფილებით არ დახურულა და სწორედ ამის თქმა მინდა, რომ ეს იყო ბატონი გურამ შარაძის დამსახურება. ერთმანეთში ამყოფოს ბატონი გურამ. და პროკურატურის შეკითხვას დაიკარგა თუ არა რაიმე კულტურული და ისტორიული ფასეულობის მქონე გამოცემა, ან ქონდა თუ არა ადგილი მათი დაზიანების ფაქტს, 1990-2008 წლებში დირექციამ უპასუხა, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ქონიაო. და 15 მილიონი წიგნია დაკარგული, კაცო. და აი ამის შესახებაც არსებობს საგაზეთო სტატია, რომ ასე უპასუხა დირექციამ. კონსტანტინე ბაგრატიონ მუხრანელის შვილის არქივია გადმოცემული ნიუ-იორკიდან თეიმურაზის მეუღლემ ქალბატონმა ირინემ ვანდერძა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას 2 წლის შემდეგ მივიდა დირექციასთან ქალბატონი ია მუხრანელი, ჭირდებოდა ნახვა და ასლები და გენერალურმა დირექტორმა უთხრა, რომ ჯერ არ არის დასრულებული არქივის შესწავლაო და არ მიუშვა ფონდებთან. და ამის შემდეგ გასაკვირია, რომ ბიბლიოთეკის დეპარტამენტის დირექტორმა ლევან თაქთაქიშვილმა წიგნის პალატის ფონდის გეორგიკის სექტორის გამგე ნაილ ყამარაუს მოსთხოვა, რომ დაეთმო ვეფხისტყაოსნის უძველესი გამოცემები მისთვის. არსებობს ქალბატონი ნაილის ხელმოწერილი წერილი. და ქალბატონი ია მუხრანელი შევიდა დირექტორის კაბინეტში და აი ამ სტატიაში, რომელიც ვახსენე, რომ ქალბატონმა იამ რომ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, ამბობს ასეთ რამს, რომ დირექტორის კაბინეტში შესულს მის კედლებზე დამკვდა ბაგრატიონ მუხრანელების საოჯახო არქივიდან ამოღებული სურათები. ესე იგი, მე მგონი სენსაციურ ინფორმაციას ვატყვით ჩვენ საზოგადოებას. სამწუხაროდ ჩვენი გადაცემის დრო ქალბატონო ირმა დასასრულს მივახლოვდა, მე აუცილებლად გვირდებით, რომ დაგიძახებთ ამას 1 და 2 გადაცემაც არ ეყოფა, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ქართული წიგნი არის ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც შეუქმნია ჩვენ წინაპარს და მით უმეტეს ბეჭდვითი პროდუქცია, რომელიც ჯერ კიდევ მე-17-18 საუკუნიდან დაწყებული, ინახებოდა საჯარო იგივე ეროვნულ ბიბლიოთეკაში და საქართველოს წიგნის პალატაში, თურმე იავარქნილია და 15 მილიონზე მეტი ეგზემპლარი დაკარგულია, როგორც ქართული, ისე რუსული, ისე უცხოენოვანი ინგლისური თუ გერმანული წიგნები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვდა, მე დღევანდელ გადაცემას დავარქმევდი ქართული წიგნადი ფონდის განადგურების და გაძარცვის ალბედითი მისტერია.
აი ეს არის რეალობა თუ ვინმეს სამართალდამცავი ორგანოებიდან აინტერესებს ეს სახელმწიფოებრივი პრობლემა რომელიც ეხება სწორედ ქართული წიგნადი ფონდის განადგურებას აგერ არის ეს საბუთები დიდი სიამოვნებით ითანამშრომლებს ქალბატონი ირმა დოლიძე გამოძიებასთან მე მოხარული ვიქნები თუ ერთხელ და სამუდამოდ დადგილდება დამნაშავენი და გამომშრალდება და საერთოდ აიკრძალება ეს პროცესი, რომელსაც ქართული წიგნადი ფონდის განადგურება ჰქვია და იავარქნა ჰქვია. მე გემშვიდობებით ნახვამდის კარგად ბრძანდებოდეთ ჩემო ქართველებო.